Alo. 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 Ozan Bey. Batono Ozan. Evet. Diyək. Terimi kurtardı. Xmis ჩანაწერი გადავარჩინეთ. Abi. მეგობარო, Arkası sağ. მას ზურგს უმაგრებე. Hele bir de თანაც hapishaneye რამე რომ დააშავო, აქედან მთელი ცხოვრება ვეღარ გახვალ. Sen bana bu ძმაო, შენი მითხარი ამ საქმის მოგვარება შეგიძლია თუ არა? bir onu söyle bakayım. Yan koş. გვერდით საკანში ერთი ტიპია. Havalandırma. მას დაველაპარაკები, მაგრამ ფულს მოითხოვს. Ama adam paracıdır. Hallederiz. მოვაგვარებთ. ვერაზროს წარმოვიდგენდი ასეთი ნაძირალად თუ იყავი ჰაკან. Biz lan biz. ჩვენ რა მაფიოზები ვართ? შანტაჟი რა ჩვენი საქმეა. Montaj. ძმაო, მათ შორის ურთიერთობა ისევ დაძაბულია. Gazetelerde yok. გაზეტებში კი წერენ მეგობრობენო. Ses kaydı. მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია, ჩანაწერი ხომ მოისმინე. მერე Akif. ჰაკანის ჩახლართულ საქმეებს კარგად ხედავთ. Çevirmiş belli. ახლა კი ამის დამტკიცებას ცდილობს. ასე რომ არ იყოს ხმის ჩანაწერი რაში დაჭირდებოდა. Ses kaydı diye tuttursun. აკიფ, გთხოვ, შიშარანო იქნები. Yağmur. ეს ჩვენი შანსია. Allah aşkına bir korkak. მიდი, გაბედე. Oğlum hayatımızın fırsatı. გაბედე, გესმის? Cesur olsana biraz. უმოთმა ამის შესახებ იცის? ამის უფლებას არ მოგცემ. გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან. ჟურნალისტები ამაში დიდ თანხას გადაიხდია. Hem Hakan almazsa gazeteciler. აკინ, გონსმოდი. Verir Akif. სიყვარული სამკუთხედია თუ Kendine gel. ხუთკუთხედი ვეღარ გავიგე. Oğlum aşk üçgeni. ეს აღიარება. İtiraflan sana. Diğerine ne diyeceğiz? ოზანს რა უთხრა? Adamı kurtardık dedi. კაც სიტყვა მივეცით. რა უნდა უთხრათ მეგობარო? რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. Tamam. კარგი, ახლა მარტო ვართ. სასამართლოც დასრულდა. Güçlü olmana თავის gerek yok. შეკავება არ არის აუცილებელი. Gözlerime შეგიძლია bakabilirsin. იტირო და Ağlayabilirsin. ამ უსასრულო ზღვას უყურო. Hatta böyle იქნებ გონება küçük ხელს არ şeyler მიწყობს. Nasıl da olsa ყველაფერი meydana გავიგო, gelir. მაგრამ Olanları ერთადერთი anlamaya რაც ვიცი და mecbur დარწმუნებული ვარ olabilir. ის არის რომ Ama bildiğin, ოზანს emin olduğum ისევ tek ძველებურად bir şey უყვარ var. ხარ. O da Ozan'ın sana ilk günkü kadar ისევ aşık ისე olduğu. უყვარ ხარ. Dalga mı geçiyorsun hala ya? და მაინც ჰალე. Oldu bir de çocukların İkne ismini bavş- unutmasınlar, büyütsünler უმუთიც sevgiyle. დაარქვან და სიყვარულით გაზარდონ. Ozan buna Ozan'ma aşkına ესეც ilk ხომ yapmıştır zaten. ჩვენს დიდ სიყვარულს მეუძღვნა. ალბათ ერთ დღესაც გამომეცხადებოდა და მეტყოდა საყვარელო სიურპრიზი გაგიკეთეო. მელის ბავშვი მოუშორებია. ოზანმა უთხრა რომ შენ გარდა ოჯახს არავისთან შექმნი და Hem zaten o zamandır თანაც hiç მაგ kimse დროს yok ki. ურთიერთობა არ გქონიათ. Sadece უბრალოდ ჰალე, Bitti. ჩვენ დავშორდით. Biz hala ეს საქმე lanet დასრულდა. konuşuyoruz. რაზე ვლაპარაკობთ? Abicim bu çok fazla. მეგობარო, ეს ბევრია. Bedelimizi alıyoruz zaten biz. თქვენ ახლა სიცოცხლის შანსი Şu an დამიბრუნეთ. bana hayatımı geri verdi. რაც არ უნდა მოგცეთ, მაინც ცოტა Sen იქნება. yapsamazsın.
თქვენ სიკეთეს ვერაფრით გადავიხდი. yaptığınız iyiliğin ben size ერთი წუთით, büyüklüğünü anlatacağım. ბიჭებო. ის შენაწერი, რომელსაც მე ვეძებ, Bir dakika çocuk. აქ არის. Çocuklar benim burada asıl aradığım kayıt yok. Vallahi აქ neyse უნდა abi. იყოს. რაც არის ეგ არის მეგობარო. Yardım dediniz. ეს რას Elimizden ნიშნავს? geleni yaptık. ჩვენ რა შევძელით გავაკეთეთ, მეტი არაფერი შეგვიძლია. თქვენი დაჟინებული მოთხოვნით 4-5 ჯერ გადავამოწმეთ. სხვა რა გითხრათ? Buyur abi istersen. აიღე მეგობარო, როგორ ჩანს, Demek ki hakkını მოლოდინი ვერ გაგიმართლეთ. Yok o არა, sizin ეგ hakkınız. თქვენია. Sağ olun. გმადლობ. Neyse sen de kaldır şunu. აიღე არ დაინახონ. Oğlum herif. ნახე რა დღეს ჩავარდა. ფულიც არა იყო. Parayı da geri almadı. Ağla bir მიდი იტირე. Büyük bir vefa. ო, აკი, დიდ სოდას ჩავდივართ. Evet Akif. დაუშვათ ჩანაწერები არ გადარჩენილიყო. Diyelim ki მაშინ რა უნდა kurtulmadı, გვექნა? O zaman ne olacaktı? Bak biz ჩვენ burada დილიდან akşama საღამომდე kadar შეუსვენებლად yapıyoruz. მუშაობთ, Bizim მაგრამ halimize acıyan var mı? გვიწოდებს ვინმე. Hadi bak şimdi. ახლა საქმის მიხედე. ამის დედაც. შვილო, ერთი ყავა მომიტანე. Senin ne işin var lan bu? აქ რა ჭანდაბა გინდა? Kahve kalmadı. ყავა არ გვაქვს, გათავდა. Bitti. Sen her zaman ყოველთვის სულელი და იდიოტი იყავი ზაფერ. en iyi bir ყველაზე კარგად აფერისტობა შეგეძლო. და ამ ბოლო დროს ამაშიც მოიკოჭლებ. Ulan elimden ადექი და წადი აქედან, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. რაც აქამდე ვერ გაბედე, იმას ახლა გაბედავ. en büyük მაგას ყველაზე მეტად ვნანობ. şimdi de yap. ახლაც თავისუფლად გავაკეთებდი ამას, მაგრამ Seyretmesi მირჩევნია ვუყურო. daha güzel olur. შენი შვილი მალე აქედან კინწის კვირით როგორ გაგაგდებს. Yakındır kızım. Saf, ცოტა გადარჩა. duygusaldır ama უმუთი მიამიტია, გზნობიარე, მაგრამ სულელი ნამდვილად არ არის. kızımı idare etmek ჩემ შვილს მე მივხედავ. merak შენ არ ინერვიულო. kendine bir gömlek al. Yeni გირჩევ, ama dikkat ახალი პერანგი იყიდო. çay მაგრამ ყურადღებით იყავი. ჩაი არ გადაგექცეს. gün onu bile ხვალ bulamayacak. ეგეც მოგენატრება. ulan asıl შესაძოდაო. sensin be. Yakın მალე სანაგვეზე აღმოჩნდები. კარგად აიმახსოვრე. უარის დღეში აღმოჩნდები. daha beter döneceksin. Abi მეგობარო, çay içer misin? ჩაის დალევ. Abi მეგობარო, çay içer misin? ჩაის ხომ არ მიირთმევ? Mesela bak benim kahve რა ქენი მოაგვარე? ne yaptın koçum? მითხარი რა ხდება? Abi anca ayarlayabildim. ყველაფერი რიგზე. Bana değil. მაგრამ შენი მოცემული პული არ მეყო. უთხარი დანარჩენს მერე მოგცე მეთქი. Nerede? კარგი, არ არის პრობლემა. Süpersin. დავიცდი. Al bakalım. დალია, Sanki hiç derdin yokmuş. თითქოს შენი პრობლემები არ გეყოფოდა, მეც ტვირთად დაგაწექი. O kadar nazik. ასეთი კარგი ცნო იქნები. Saçmalama. ნუ სულელობ.
Ben რაღაც მოვიფიქრე, რომ გული გადავაყოლოთ. Neymiş o? რა? oyun oynayacağım. ვითამაშოთ. Hadi kalk. ადექი. Hadi. წამოდი. ხმა გაიგონეთ? რა ხმაა? რა ხდება? უფროსო, სასწრაფოს დაუძახეთ. Kim yaptı bunu? გაიწიეთ. რა მოხდა? Sizler de mi görmediniz? ეს ვინ ჩაიდინა? Ben görmedim. არ დამინახავს. არც თქვენ? არა, არც მე. ორნახევარი თვის შემდეგ Abi, მეგობარო, gitmeden bir kahvemiz. წასვლამდე ყავა დალია. Eyvallah. Sağ ol. მადლობა. Afiyet olsun. შეგერგოს მამა. Dur bakalım. მოითმინეთ. Hakimler ნახოთ მოსამართლე რა სიტყვის. erkenden ნაადრევად ნუ გაიხარებთ. İnşallah seni değil de. ღმერთით კარგი ამბავი გაგიგოს. İnşallah. ღმერთფაქნას. Biz bile anladık. ჩვენ o შეცდომას yapacağımızı. ჩვენც კი მიხვდით. Hakim anlamayacak. მოსამართლე როგორ ვერ უნდა მიხვდეს. O da elindeki yanlış bilgi. ან მის ხელთ არსებული ცრო ინფორმაციით იხელმძღვანელა. შეიძლება ითქვას, რომ შეცდა. Belki de bir şeyler. იქნებ ეს მისთვის შეცდომის გამოსწორების შანსი გახდეს. Ben seni მე შენ ქედმაღალი კაცი მეგონე. meğerse seni თურმე ასე არ ყოფილა. შევწდი. buradaymış. Aramızda su. ჩვენ შორის პრობლემა არ არის. Kafanı yorma sen. Hakan Bey. ბატონო ჰაკან. წასვლის დროა. კარგი. Hadi bakalım. აბა შენიცი. Hayırlı haberleri. კარგ ამბებს ველოდებით. ღმერთი შესკენ. Bol şans abi. გაიხარე მეგობარო.
Ya sanki şunu ხომ არ ჯობდა ეს გამეკეთებინა? Yok, bu güzel. Tamam. sayılır. არა, ეს ლამაზია. Sizin ne işiniz var kızım? სახლში რას აკეთებთ? Ya şefleri უბრალოდ პრობლემა შეექმნათ, რა ქნან? 2 gün. პირველივე დღეს სამუშაო მიატოვეთ, არა? Değil mi? Bana მე კარგად მიპასუხებით? Zafer. ზაფერ, გოგოები მუშაობენ, შეეშვი. Bana bak. ისვინე. Sen hiç karışma. შენ საერთოდ არ ჩაერიო, გასაგებია? Ben onlara bir söz მე ჩემი სიტყვა ვთქვი და ბოლომდე შევასრულებ. ამ სახლში ამათი პრინცესობა დასრულდა. მორჩა, Baba bunları მამა, yapıyoruz ხომ işte. ხედავ, რაღაცას ვაკეთებთ. მერე ინტერნეტით გავყიდით. artistlik iş. მსახიობობა ამოწურე და ახლა ხელსაქმეზე გადახვედით. მაუცებთ. რა მოხდა? Ölme, şeme. მოლარეობაში რა იყო რთული? Ne oldu? ყველაფერს აპარატი ითვლის. Resmini yapamadınız ha? Her şeyi makine yapıyor. განა ესეთი რთულია? Hesaplayamadınız. რა დაგემართათ? Değil mi baba? ასე ნუ ამბობ, Ne მამა. yapıyorlar ediyorlar. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ხელფასიდან თანხა ჩამოეჭრათ. ასე რატომ გაგრძელებულიყო? თვის ბოლოს გროშსაც ვერ ავიღებდით. Onlar açık ო, çıkıyor. აბა რა, სულ თავიანთი ბრალია. Market olur. კარგად ვისმინე. manav olur. მარკეტში თუ არ გამოვა, Artık პატარა მაღაზიაში გამოვა, ქარხანაში გამოვა. ზაფერ, Ben sana bir yemek ვახშამი მოგიმზადო. zıkkımın pekini შხამს ჭამ, შხამს. წავალ ვიმუშავებ. ამდენი დასვენება მეყოფა. გოგონების წინაშე არ ვიქნები მართალი. sahte ხელმოწერა გააყალბა. შემდეგ კი სხვას დააბრალა. ჰაკანს გადაეკიდა. რეალურად კი თავი დაიღუპა. ოხ, დუიგო, დუიგო. თვალები ასე როგორ დაგიბრმავდა. Abi ძმაო, bak içini ferah tut. არ ინერვიულო. აქედან დღეს ერთად გავალთ. ჰაკან დემირერი გამოცხადდეს. ჰაკან დემირელისა და დუიგო გენჩოხლუს სასამართლო პროცესი დაიწყო. ბატონი ჰაკანი სასამართლო დარბაზში შეიყვანეს. მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ბატონ ჰაკანს არ დააპატიმრებენ. açmazsın sen. მეგონა არ მიპასუხებდი, მაგრამ მაინც ვცადე. Denedim işte. Merhaba. გამარჯობა. Umut'a bir şey mi? უმუც რამე შემთხვა? არა. უმუთი არაფერ შუაში. მართალია შენთან შერწყვენილი ვარ, მაგრამ Yani სხვა ნაცნობი ვისაც დაურეკავდი არ მყავს. Nedir? რა ხდება? benim kızlar ჩემი გოგოებისთვის სამსახურს ვეძებ. tecrübeleri de yok. გამოცდილება არ აქვს და ნორმალური ვერაფერი იშოვეს. თუ რამე გამოჩნდება, şey varsa dikiş. კერვაც ეხერხებათ. Bir insan kaynaklarıyla კადრების განყოფილების უფროს და ველაპარაკები თუ რამე შემოთავაზებენ დაგირეკავ. გმადლობ. Eyvallah. კარგი. Kayar. ყურადღება. İncelenen yeni საქმეში არსებული ახალი სამხილების არქონის გამო incelenmesi için დავის დეტალური განხილვა გადაიდო 2014 წლის 24 მაისამდე. აღნიშნულ თარიღამდე ეჭვმიტანილი ჰაკან დემირეი elindeki delilleri მის საწინააღმდეგოდ არსებული არასაკმარისი სამხილების გამო გათავისუფლდეს პატიმრობისგან. მაგარია. sevincinizi dışarı ემოციები გარეთ. davalı duygu ეჭვმიტანილი დუიგო გენჩოღლუ დოკუმენტების გაყალბებისა და სხვა წაყენებული ბრალდებების გამო sabit görüldüğünde დარჩეს პატიმრობაში. პატიმრობის ვადა კი სასამართლო განხილვის დასრულებისთანავე გამოცხადდება. sonraki verilere göre belirlenecektir. ეს უსამართლობა. Onu bırakıp მას ვერ გაუშვებთ და მე ვერ დამაკავებთ. ისიც დამნაშავეა. შეწყვეტეთ ყოილის ლაპარაკი. ეს არ შეგრჩება ჰაკანი. ყველა გადაიხდით სამაგიეროს. ღმერთმა დაგწყევლოთ. ყველა მეზიზღებით.
კარგი, რიოს გარგი ყოფა. როგორ თუ მეყოფა, ჩემი ძმა ორთვე ნახევარით ყვილად იჯდა. ის კი უსირცხვილოდ ყვირის. ღმერთს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რომ უარესი არ მოხდა. ჩემო პატარა გაჩერდი, შენს ძმას ეწყინება. კარგი რა რიოს გარ, პრობლემის შექმნას ცდილობ. შენი ძმა უკვე თავისუფალია. ჩემი ძმა. Oğlum sen უნატრები ხარ. აბა სკოლას ხომ არ აცდენდი? ოჩახ ძმა, გამოსვლისთანავე ეს უნდა გეკითხა? ლიდერისთვისებები არ დაგიკარგავს. შენი მსახიობი რომ ცუღლუტობს, მასზე არაფერს ამბობ. მე დღეს არ მუშაობ. გილოცავ. ჩემო საყვარელო, ამოვისუნთქეთ. გილოცავთ. გმადლობ. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მადლობა. Hadi bir an önce çıkalım buradan. აქედან რაც შეიძლება მალე გავიდეთ. წავიდეთ. Ne yaptın? რაკენი? Bitirebildin mi? ორჩი? პირველი თვეების ყვალობაზე გაყიდების მაჩვენებელი იმაზე მაღალია, ვიდრე ვარაუდობდით. გამოდის, რომ ყველაფერი შეგძლებია. Canavar gibi çıktı. Sahi sen შენ კი ამბობდი ამ საქმის არაფერი გაგიგებაო. Yani ben baktım. ხედავ, ქალბატონი ოზლემი მშვენივრად მუშაობს. მომართლა. შენ საიდან იპოვნე ქალბატონი ოზლემი? მოსამართლის გადაწყვეტილებით დემეთ ქაიჰანის საქმეში ეჭმიტანილი ჰაკან დემირერი დღეს გაათავისუფლეს. დადასტურდა, რომ ბატონ ჰაკანის ხელმოწერა ყალბი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი დემეთი აცხადებს, რომ ბატონი ჰაკანისგან ბავშვს ელოდებოდა. ექსპერტიზის შედეგად კი ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. როგორც ბატონ ჰაკანის ადვოკატი ირწმუნება, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცილს წამებენ. საქმეში არსებული ფაქტებიც ამას ადასტურებს. საქმესთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო პროცესი გადაიდო. ბატონ ჰაკანს სასამართლო პროცესზე უმუტ ოზენის გულშემატკივრობდა. ქალბატონი უმუთი აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენების გამო ის ძალიან ბედნიერია. განქორწინებასთან დაკავშირებით კი მას კომენტარი არ გაუკეთებია. საყვარელო, მეც წამოვალ და გათავისუფლებას მივულოცავ. შენ გადაღება არ გაქვს? 10-15 წუთი არაფერს გააფუჭებს, თანაც შენ თუ წამიყვან მოვასწრებ, არა? ხო, მაგრამ მე პირდაპირ ჰაკანის ოფისში არ მივდივარ. ის ახლა ხანს გამოვიდა, ჯერ ბეიქოსში უნდა შევიარო. კარგი. არა უშავს, ერთ საღამოს ვახშამზე დავპატიჟო და გამოვასწოროთ. კარგი? დროებით. უმუთი, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ მეუღლეს ბატონი ჰაკანის გამო არ დაშორებია, ახლაც ამ მოსაზრებას ადასტურებს და ნამდვილი მეგობრის როლს ასრულებს. როგორც იქნა გამოვიდა, აკეფ, ის მოხდა რასაც თვეებია ველოდით. სახე რატომ ჩამოგტირის, мо? Bebeğimiz çatladı oğlum. Ne bu suratın hali? რა ხდება? Benim içim rahat. ნერვიულობ. Belki bu kadın იქნება ამ ქალმა ეს ჩანაწერი, რომ მოისმინოს ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს. insanların kaç. ჩვენ რა ადამიანების ბედით უნდა ვითამაშოთ? Belki Ozan'a da იქნებ 50-საც მისცეს შანსი. მაშინ მასაც შევატყობინოთ. ვიც მეტ ფულს იხდის, გამარჯვებულიც ის არის. მოდიან. იცი ასეთი რამ არაზროს მინახავს. მადლობა, მე კიდევ გამიკვირდა, ასე საჩქაროდ სამსახურში რატომ იმათრევენ მეთქი. ყველას ძალიან მოენატრე, საყვარელო. კიდევ ერთხელ გილოცავთ. Peki bir şey soracağım. მადლობა. Siz ერთი კითხვა მაქვს. pansiyo falan mı aldınız? მოსამართლისგან ინფორმაცია გქონდათ მიღებული? ისე მომზადებულ ხარ თითქოს იცოდით ამის შესახებ. Misiniz de? ცხადია, რომ უდანაშაულო ხარ. შენი ციხეში დატოვება სისულელე იქნებოდა. მართალია. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა. არაჩვეულებრივი ტორტი გვაქვს, გემრიელი. აუცილებლად უნდა გავსინჯო. კარგი. Ama eğer მაგრამ izniniz olursa თქვენი ნებართვით bir iki cümle. ორიოდე სიტყვას ვიტყვი.
ხო, რა თქმა უნდა, უკაცრავად. Arkadaşlar, მეგობრებო, hepiniz ყველანი ძალიან მომენატრეთ. çok özledim. ცხადია, Şu იქ geçirdiğim გატარებულ buçuk ayı, ორ თვე ნახევარს tabii სიყვარულით ვერ გავიხსენებ, მაგრამ ama მადლიერებით minnetle ნამდვილად ödeyeceğim. მოვიგონებ. Hani insan ადამიანი ხომ მძიმე ავამტყოფობის შემდეგ ხვდება ჯანმრთელობის ფასს. sağlığının kıymetini daha iyi anlar. გარეთ ჰაერზე ყოფნა ნამდვილ სასწაულად Onu მეჩვენება. kaldırabilmenin bile ne büyük lütuf olduğunu ჩვენს მეზობლად რომ Ya, უგემური კატლეტი იყიდება, ondan köfte ekmek yemeyi ისიც კი გემრიელად მეჩვენება. არა და არ გიყვარდათ. ხო, ასია. Neyse, ხუმრობა şaka bir yana. იქეთ იყოს და Şükrettiğim თქვენ ნამდვილად ის ხალხი ხართ, Beni bir ვისაც მადლობა უნდა გადაუხადო. varlığınızla, ერთხელაც არ გაგიკიცხივართ dostluğunuzla, თქვენი არსებობით. arkamda მეგობრობით. duruşunuzla bu fırtınada გვერდით გომი tek დამეხმარეთ. başına sağladınız. Tabii daha დამეხმარეთ რომ ყველაფრისთვის გამეძლო და მედგრად ყოფილიყავი. ve bu yol მართალია წინ კიდევ ellerine დიდი olmuş გზა მაქვს, მაგრამ bir sürü korsan. ვიცი ისევ ხელს გამომიწოდებთ. Ama sayenizde içim çok rahat. თქვენი წყალობით საქმე კარგად მიდის. Sizin gibi bir ekibim oldu. როცა თქვენისთანა გუნდი მყავს, დაუძლეველი არაფერია. Sağ olun dostlar. დიდი მადლობა მეგობრებო. Partinin mimarı sen ამ misin? წვეულების ორგანიზატორი ყოფილხარ. გმადლობ. არა, არა. იდეა მე მეკუთვნოდა, დანარჩენი ყველაფერი მათ გააკეთეს. Şimdi acaba არ გინდა კიდევ ერთი სიკეთე გამიკეთო. mesela მაგალითად, deniz kenarında სანაპიროზე წამიყვანო. biz de bu partiye ამ yakışır. წვეულებას შესაფერისი ფინალი ჭირდება. ახლა? ამდენ ხალხში როგორ გავიდეთ? ხედავ, Herkes kendi ყველა arasında. თავისთვის ერთობა. Hem onlar fark ediyor. როცა შეამჩნევენ რომ აქ აღარ ვართ, Hadi უკვე დიდი ხნის გასულები ვიქნებით. წამოდი რა. dört duvar arasında. ისედაც დიდხანს ვიყავიოთ კედელს შორის გამომწყდეული. არ ვიცოდი თუ მღეროდი. Ben de, არც მე. ben de bu zamana მივხვდი რომ ცხოვრება სერიოზულად არ უნდა აღიქვა. yanlış anlamışım. რიუს გარიცხომ არ წაგვეყვანა. Yok canım. არა საყვარელო. Yukarıda bir ერთი ჩემი წარმომადგენელი აქ დარჩეს. რიუსგარ. შენი ძმა და უმუთი სად არიან? ვერ ხედავ. მეც უნდა მეკითხა. ცოტა ხნის წინ გავიდნენ. სად? ჩემს ძმას დახურულ სივრცეში ყოფნა არ უყვარს, ალბათ ჰაერზე გავიდა. იმედია, ცუდი არაფერი მოხდება. არა საყვარელო, ცუდი რა უნდა მოხდარიყო. უბრალოდ ცუდი სიტუაცია. ორივე გაღიზიანებულია. უბრალოდ ჟურნალისტები არ გადაეყაროთ მეთქი ამას ვფიქრობდი. Çaresine bak. ჩემი აზრით თავიანთ თავს მიხედავენ. ეს აქ საიდან გაჩნდა? ჰაკანმა 5 წუთით გაგასწრო. Aşağıda kar. არა, ქვევით შევხვდი და ვილაპარაკეთ.
შენთან შემოვლა და მოკითხვა მინდოდა. რა კარგია რომ გაგახსენდი. ფოტო გაგიზიარებია. ძალიან ლამაზი ფოტოა. გიხდება. ძალიან. მადლობთ. ეს ვინც მაჩუკა გემოვნებიანი ადამიანია. მამა, სად მოვედით? გარშემო მოიხედე, სად ვართ? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? სახლიდან სამსახურში წამოხვალ, სამსახურიდან სახლში. ქორქმას ტექსტილი? ეს ოზანის კომპანია არ არის? ეს უკვე მეტისმეტია. დროს ნუ მაკარგვინებთ, საქმე მაქვს. მე აქ არ ვიმუშავებ. შენ აზრი კითხეს? ის დრო წავიდა მე რომ გარჩენდით. გამომყევით და ნერვები არ მომიშალოთ. ბატონო ოზან, სტუმრები მოვიდნენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. სიტყვაში ასრულე და იმედი არ გამიცრუე, გმადლობ. გოგონება? გამარჯობა. მადლობა მამას, სიურპრიზი მოგვიწყო. არ ვიცოდით, სად მივყავდით. გონი სამსახურს ეძებდით? ეძებენ. თუ მათ არ უნდათ, არ ვამუშავებ ზაფერ. რა პრობლემა გაქვთ არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ვიზამ. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ეს გოგონები ძალიან გავატოტუცე. მოვიდა დრო, რომ რეალობას თვალი გაუსწორონ. ფეხი მიწაზე დადგან. მათთვის სამსახური ვერ ვნახე. სამწუხაროდ ისეთი დროა, ყველას ვერ ენდობი. მოკლედ აბა შენიცი. თუ შესაძლებელია, დღესვე დაიწყონ მუშაობა. საღამოს კი მე მოვაკითხავ. მე მოვაკითხავ და ერთად წავალ-ცალში. შენი მოსვლა არ არის საჭირო. შენ მიყვანი სერვისი გვაქვს. ხელფასი 900 ლირა იქნება. ყება უფასოა. კარგი მისაღებია, მაშინ უფროს დაუძახებ, კარგი? კარგი. აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ. ზღვის საოცარი სუნი. როგორ მონატრებია. როცა რამეზე ნერვიულობ, აქ მოვდივარ. ზღვამ მომშვიდებს, მაძლიერებს. იქ ყოფნის დროს ყველაზე მეტად იცი რას მივხვდი? რას? ადამიანები ცხოვრების წუთებს უაზროდ ფლანგავენ. ამას ყველა ვაკეთებთ. ეს მხოლოდ თქვენ თავს არ ხდება. დროსა და ენერგიას სულელურ რაღაცეებზე ვხარჯავთ. არ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყნად დროებით ვართ მოსული. ციხეში ყოფნის დროს ამას კიდევ უფრო კარგად მივხვდი. იქ ადამიანის შინაგანი სამყარო იცვლება. ჩვენ ისევ ცხოვრობ თითქოს უკვდავები ვიყოთ. ისიც კი არ ვიცით. ანგარიზე რამდენი ფული გვაქვს. ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. ეხლა კი ყველაფერი გადაფასდა. ასეა. ასე და ახლა როცა ასეთი მწარე გაკვეთილი მიიღეთ, კარგი იქნება ამას თუ დაიმახსოვრებთ. რომ ხვალ იგივე არ გააკეთოთ. არა, ასე არ იქნება. ჩემი ხედვა შეიცვალა. გულს მეტად მოусმენ, გონებას კი ნაკლებად. და არაზროს დავნებდები. მართალი ხარ. ამას დავიმახსოვრებ. თუმცა მე მგონი ჯერ კიდევ გონებას უნდა მოусმინო. კარგი. იმედია ჩვენი გზები სადმე გადაიკვეთება.
Merhaba. გამარჯობა. ახლა მივხვდი დილით რა საქმეც გქონდა. Ne oldu? რას გულისხმობ? Ne oldu ya? რა ხდება? როგორც ჩანს, წვეულებამ საინტერესო ჩაიარა. არ ვიცოდი სუდესთან ასეთი კარგი ურთიერთობა თუ ქონდა. ძველი მეგობრები მტრებად არასოდეს იქცევიან არა? ლაილა, ისეთი დაღლილი ვარ, ამ სისულელეების მოსმენის თავიც არ მაქვს. ხო, როცა თავს ვერ იმართლებ, ან დაღლილი ხარ, ან გული გაწუხებს. დაფიქრდი. ხომ იცი, ცოტა ხნის წინ ცუდად ვიყავი. ცუდი რა გითხარი მეთე? შენი საქციელი ძალიან მღლის. მაშინ წადი და გაერთე. შენს მეგობრებს შეხვდე, გული გადააყოლე. ისინი ხომ შენსავით ახალგაზრდები არიან. კარგია, რომ რამდენჯერმე გავედი. შენც როცა გაგიჭირდა, ძველ მეგობრებს დაუბრუნდი. მე არავის ვუბრუნდები. შხაპს მივიღებ. როცა დამშვიდები და ვილაპარაკოთ. მეთე. Zaten zordu. ისედაც იშვიათად ხვდებით ერთმანეთს. ახლა კიდევ უფრო რთულია მთელ დროს მუშაობას უთმობ. Kaptırdın kendini. ეს სასტუმრო ჩემი ახლო მეგობრის დისა და უსახლებელ ადგილას შილეში. საკმაოდ სანდოა. Gayet güvende orası. Emel mi? ემილი მოვიდა. Ahmetciğim. ახმედ ზვირფასო, შენი შემოთავაზება საკმაოდ საინტერესოა. სამსახურში რომ მივალ, აუცილებლად გავარკვევ და დაგირეკავ. კარგი დროებით საყვარელო. კარგად. რა ხდება? Kestim mi? Çok affedersin. საუბარი შეგაწყვეტინე? მაპატიე. გაგეგრძელებინა, მე დაგელოდებოდი. არა, ისედაც ვაპირებდი ლაპარაკს. აჰმედი ვინ არის? ვერ გავიხსენე. ჩვენი ახალი კლიენტია, დაივიწყე. ძალიან მშია. ვახშა მიმზადა? მზად არის. მეც ამის სათქმელად მოვედი. მაშინ წამოდი. მადლობა ღმერთს. ნეტავ ეს დავა მალე დასრულდეს, რომ ადამიანმა მოისუნთქოს. Amin anne amin. ნეტავ დედა. ნეტავ მუსასაც გამოუშვებდნენ. უმოთ, შეხედე. ნახე რა ლამაზია. ეს რა არის? რა არის? რა ვქნა დედა, რაც ვნახეთ, ეს არის ყველაზე ლამაზი. ისედაც კრედიტი უნდა გამოვიტანო. ჰაკანს და სუდეს ვალი ხომ უნდა გადავუხადო. ცოტა მეტ ფულს გამოვიტან და ნორმალურად ვიცხოვრებთ. ჩავთვალოთ, რომ ქირას ვიხდით. ჩემო პატარა, ჯერ შენს თავზე იფიქრე შვილო. კარგი? ჩემთვის ეს ფულის დაბანდებასავით იქნება. თანაც მინდა რომ აქედან დავახციოთ თავი. ადვოკატს ველაპარაკე. განქორწინების საქმეს ის მიხედავს. დედა, იმედია არ მეტყვი გადავიფიქრეო. შვილო, ამდენი წელი ვუძლებდი ამ ტკივილს. ამის შემდეგ რა შეიცვლება? ამას რა მნიშვნელობა აქვს? შენი ცხოვრება გაქვს. მე კიდევ ძველი ტომარასავი წინ და უკან რატომ უნდა მატარო შვილო? კარგი რა დედა. რატომ სულელობ? ასეთი რამ როგორ შეიძლება, შვილო? ჩემი პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. გოგონების ასე უპატრონო დატოვება და წამოსვლა არ მინდა. ძალიან შეიცვალნენ. ჩემი ერთხელ ნათქვამი მათთვის გასაგებია. აფერიც კი შეიცვალა. ის კოზირი აღარ უჭირავს ხელში. შენი ერიდება. იცის რომ შეიცვალეთ. კაფეშიც ბევრს მუშაობ. ვფიქრობ ჯობია გადავიფიქრო. მაგრამ არ მინდა რომ შენ გამიბრაზდე შვილო. გთხოვ. გთხოვ შვილო. ალო მამა. ხო, ყველაფერი გავარკვიე. ხვალ პროფილაქტიკის მიზნით ანალიზებს გავიკეთებთ. დილით მოგაკითხავ და წავიდეთ. მშიერი უნდა იყო, კარგი. დროს აღარ წაგართმევ. ღამემშვიდობის. ანალიზების გაკეთება გთხოვა? არა, მას არაფერი უთხოვია. უბრალოდ ბოლო დღეებია მისი ფერი არ მომწონს. მინდა რომ დამშვიდდე. დედა, მაშინ მამასთვის დაგეთმო იმდენი ყურადღება, რამდენსაც ახლა ზაფერს უთმობ. შენ თვითონ ამბობ, ზაფერი შეიცვალაო, მუსაც, გოგონებიცო. ნუ თუ მამა არ შეიცვლებოდა.
შვილო, Onlardan ის მაინც hiçbir ვიცი, zarar da მათგან vermeyeceğim. რას უნდა ველოდო. Ama მამა babam შენი კი kafasına ამოუცნობი ადამიანია. söylediğinin რასაც ამბობდა, yarısının იმის yarısını ნახევარი მაინც სარწმუნო რომ ყოფილიყო, მის მიმართ გამოვიჩენდი ყურადღებას. Vay vay vay. Rüzgar ბატონო რიუსგარ, დაინახე ყავის აპარატის ადებს არა? yetmemiş. ყავის მომზადებას გისწავლია, იცოდე მე ადვილად ვეჩვევი. Ben çabuk alışırım. ყველაფერს ადვილად. Ben önce şu მინა დღევანდელი დღით დავთქვეთ. sonra dön. მე კი შენ საქმეებში დაგაბრუნებ. არ ნერვიულო. ერთხელაც უკან არ დაიხევ არა? Abi კარგი, kaynatamazsın. აღარ გინდა. Umut bahsetti. უმუთმა მითხრა რომ სწავლის საქმე კარგად მიდის. Daha önceden ადრე რომ მცოდნოდა, ამდენს არ ვიწვალებდი. kıvranmazdım. არც ნერვებს ავიშლიდი. Hadi söyle artık. მიდი მითხარი რა ილაპარაკეთ. მე მთელი ეს პერიოდი რეკლამას გიკეთებდი. მიდი მითხარი. Söyle sadece. რა მოხდა? Daha tam bir şey konuşmadık. კონკრეტულად არაფერზე გვილაპარაკია. პირდაპირ საქმეზე გადასვლაც არ მინდოდა. Konuya giriş yapmak için სხვადასხვა თემებზე ვილაპარაკეთ. lafladık biraz. Aman iyi. კარგი, Ya გასაგებია. ben o gün ofiste მე კი მეგონა ოფისში სიტყვით გამოსვლის მერე წაიყვანე და ყველაფერი უთხარი. Niye? რატომ? Ya abi o kadar zaman. ძმაო, ამდენი ხანი ითმედი. Ya biraz daha sabret. ცოტა კიდევ მოიცადე. გოგო ახლა ხანს განქორწინდა. 3 ay. 3 თვის წინ განქორწინდა. 3 ay. ძმაო, Ya Umut sen. შენი აზრით უმუთი ის გოგოა 3 თვის წინ განქორწინების შემდეგ ცხოვრებას სხვას რომ დავკავშირებს? Bak veto. იცოდე, ვეტოს დაგადებს. Denemek მე zorunda გაგაფრთხილე. olursun. უნდა ვცადე რუსგარ, დრო არ მაქვს. Hayatı დრო რატომ არ გაქვს? ცხოვრებაში ისედაც დიდი დრო დავკარგე. თანაც რა იცი, იქნებ გაუხარდეს და დამთანხმდეს. ქორწინების შეთავაზება ასე ვის გაუგია. შენ მაიმედებ თუ ნერვებს მიშლი ვერ გავიგე, ღმერთო ჩემო. Allah Allah ya. გოგოებო. ადექით, სწრაფად ადექით. რა მოხდა? მამა. ჯერ 6 საათია, გრცხვენოდეს. 7-ის ნახევარზე ხომ ტრანსპორტს ელოდებით? დიდი ხნის წინ უნდა ამდგარიყავით და ადექით, საუზმის დროც აღარ დაგჭათ. გზაში სიმითი იყიდეთ. შიმშილს მოგიკლავთ, ადექით მეთქი. ახლავე ადექით. იცოდეთ, ამას თავში ჩაგწყებთ. Yalnız პაციენტის სახელი და გვარი მელის დოღანი. randevuyu onunla კონსულტაცია მის სახელზე დანიშნეთ. Teşekkürler. გმადლობთ. ნახვამდის. Ne oldu? უკვე მიდიხარ? საუზმე? Kahvaltı? Ofiste ოფისში რამე შევჭამ. Bu akşam Sevgi საღამოს ქალბატონი სევგის გამოფენაა, ხომ არ დაგავიწყდა? Gönül Adem de bizimle. გუნული და ადემიც ჩვენთან ერთად მოდიან. გამოფენის შემდეგ კი ერთად ვივახშმებთ. გუნულს ასე შევუთანხმდი. არ მალოდინო, ძალიან გთხოვ. keşke bana ღმერთო, ნეტავს სანამ შეუთანხმდებოდი ჩემთვის გეთქვა. akşam საღამოს მოსვლას ვერ მოვახერხებ. რატომ? çünkü იმიტომ რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. var biliyorsun. როგორც მოგეხსენება, ბოლო დროს ძალიან დატვირთული ვარ. Hayatım o საყვარელო ოზანი რომ შემოგიერთ და მიხარო და დაეხმარება მეთქი. მაგრამ ვატყობ რომ იმავე ტემპით მუშაობ. საყვარელო, მეხმარება როგორ არა, მაგრამ ჯერ ისევ ბევრი რამ არ იცის. მე კი მისი კონტროლი მიწევს. ოზანი ჯერ მზად არ არის. ჩემს ნაცვლად იმ ხალხს ბოდიში მოუხადე. შეგიძლია Sen beni გულუნთან ერთად სავახშ მოწახვიდე. ama istersen sen Gayet iyi. benimle yemeğe git ha. Bakalım კარგი, duruma göre. ნახოთ. კარგი, ნახვამდის. Güle güle. ნახვამდის. დედა, გოგონები დილაუთენიას აწავიდნენ. დილამშვიდობისა შვილო. შენ რატომ ადექი ასე ადრე? რა ვიცი. გოგონები სად არიან? Nerede kızlar? İşe var. მუშაობა დაიწყეს. Hayır. საოცარია. Zafer pes etmedi mi? ზაფერი არ დანებდა არა? ახლა რა სამსახური შოვა? მე წავალ, ჩაის მოვამზადებ. გოგონებს ვერ მოუსწარი, დრო ვერ გავთვალე. Anne, დედა, sen de შენ რა რამეს მიმალავ? Şeye başladı. იქ დაიწყეს. Şey, იქ, tekstil. ქსოვილების კომპანიაში.
ფაბრიკაში. Ozan'ın იმედია ოზანის ფაბრიკას არ გულისხმობ. შვილო, უთხარი ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ სხვა ნორმალური ვერაფერი იშოვეს. Anne başka yer mi yok? დედა, თუ ღმერთი გწამს, სხვა სამსახური არ არსებობდა? რა გაყვირებთ ხალო? საიმედო ადგილია. დავრეკეთ ვთხოვეთ. მადლობა ღმერთს. გული არ დაგწყვიტეს და სამსახურში აიყვანეს. თან თვითონაც ეძებდნენ მუშახელს. ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ ოზანის წინაშე ვალდებული იყო. ჩემს დაუკითხავთ ოზანთან რატომ წახვედით? სამსახურს სხვა ვერავის თხოვდით? შვილო, შენ პრობლემები გქონდა, ხან შენს უფრო შეემთხვა რაღაც, ხან მამა შენი გამოჩნდა. რა აღარ მოხდა? ამის გამო სახლში თითქმის აღარც მოდიოდი. ვერც ხედავდით. არ გვინდოდა შენთვის სადარდებელი მოგვიმატებინა. ხვალ ჩვენებს დაველაპარაკები და გადაღებაზე მათთვის რამე სამსახურს მოვძებნი. არა, ისევ დაიწყებენ პოპულარობაზე ოცნებას. შენ თავი დაანები, არ ჩაერია. ცოტა იშრომან. არა, ოზანთან არ იმუშავებენ. ისედაც ლივს დავითანხმე, რომ იქ აიყვანათ, ახლა ვერ ვეტყვი თავსანებებენ მეთქი. გასაგებია? თუ ასე ძალიან გინდა, შენ თვითონ დაურეკე და უთხარი. Buyurun. გისმენთ? ბატონ ჰაგანთან ვარ. შეხვედრა გაქვთ დანიშნული? არა. მაშინ ძალიან წუხარ, მაგრამ ახლა ვერ მიგიღებ, დაკავებულია. თქვენ ჯერ მას კითხეთ. მასზე მისი ყოფილი მეგობრებისგან გავიგე. მე ტელეფონის ხელოსანი ვარ. ისეთი რაღაც მაქვს, რაც ძალიან დააინტერესებს. Kimden? ვისგან? თქვენ ეს გადაეცით, დანარჩენს პირადად ვეტყვი. Bir saniye. ერთი წუთით, ახლა ვერ გითხავ თქვენი სახელი? სახელით ვერ მიცნობ, როგორც გითხარით ტელეფონის ხელოსანი უთხარით და გაახსენდება თქო. ქალბატონო, აუცილებლად უთხარით, რომ ეს მნიშვნელოვანია. Gönder canım. შემოუშვი ჯანან, შემოვიდეს. Buyurun. მიბრძანდით. გამარჯობა ბატონო ოზან, გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? კარგად თქვენ? Hayırdır? რა ხდება? ტელეფონი ხომ წამოვიღე? Benimle konuşacak. ძალიან მაინტერესებს ასეთი მნიშვნელოვანი რა უნდა მითხრათ. İzah edeceğim. ახლავე აგიხსნით. Merhaba Hakan Bey. გამარჯობა ბატონო ჰაკან, როგორ ხართ? თქვენი ცხოვრებიდან? უმუთმა იცის, რომ თქვენ საერთო ცხოვრება გაქვთ. თუ ამას რომ მოусმენს მერე გაიგებს ჰაკან. რა სიტყვი? Demek müşterilerin როგორც ხედავ, კლიენტების ტელეფონებიდან ინფორმაციებს იპარავ. bir de üstüne ეს არ იკმარე და ახლა გინდა ამით მე დამაშანტაჟო, ასეა? Aslında Ozan ბატონ ოზანს ეს ჩანაწერი ძალიან უნდოდა. belki sizin de ვიფიქრეთ, რომ თქვენს დაგაინტერესებდათ. იფიქრეთ? dük diyorum. ასე იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარი ახლა ბატონ ოზანთანაა. Ayrıca ona da şans. მოდით ამას შანტაჟნო უწოდებთ. თქვათ, რომ საქმიანი შეთანხმებაა. Hem ikimize de თან ორივეს გაძლევთ შანს, ბატონო sizce de ჰაკან. adil olan bu değil mi? İlgilenmezseniz de თქვენი აზრით ეს სწორი საქციელი არ არის? მოკლავ შედებილო. ძმაო, გაჩერდი, მოკლავ ბიჭო, შენ ჩემი კუთვნილი ნივთით მაშანტაჟებ. არა ძმაო, მოკლავ. სულ ერთია, თუ საჭირო გახდება, ამისთვის მოკლავ კიდეც. მოკლავ გესმის? დამშვიდი, ოზნან, დამშვიდი, რასაკეთებ? იმ ჩანაწერს თუ რამე დაიმართება, იცოდე მოკლავ, გასაგებია ოზნან გაუშვი, მოკლავ, დამშვიდი. გარბის დაიჭირე, მიდი დაიჭირე, ღმერთმა დაგწყილოთ. მამა, შენ არაფერი იცი, მამა. შვილო, რა ხდება? მე რატომ მიჭერ? რა ხდება? გითხარი გამიშვი მეთქი, მამა, იმ ჩანაწერს თუ რამე დაიმართება, იმ ჩანაწერს რომ რამე დაიმართოს. seni şu an ხომ ხვდები რომ შემიძლია აქვე დავაჭერინო შენი თავი. gücünüzün farkı. ხედავ რომ ძლიერი ხართ. Yani belli oluyor. ეს აშკარაა, მაგრამ Ama herhalde bu ალბათ არ გენდომებათ რომ ეს ამბავი გავრცელდეს. hem ben size bir şey თანაც მე თქვენ არაფერს გაძალებთ. Zaten ვალდებული არ ხართ ჩანაწერები იყიდოთ. Hakan Bey bakın. კიდველი ისედაც ვყავს. Biz ne mafya ბატონო ჰაკან, ჩვენ არც მაფიოზები ვართ, kazan oynayalım. არც qaçaqები. Bu kadar. Bize vereceğiniz გვინდოდა para ცოტა size გვეთამაშა. bizi de düzlüğe რა თანხასაც მოგთხოვთ. çıkartın. Kart borçlarımız bu თქვენ kadar. არ გაგაკოტრებთ. ჩვენ კი ცხოვრებას Skype შეგვიმსუბუქებს. istiyor musunuz istemiyor musunuz? კარგი, თქვენ ეს ჩანაწერი გინდა თუ არა? bu kaydı ikimiz Ar birden vitsi. satmayacağınızı nereden bileceğim? რომ ამ ჩანაწერებს ორივეს ერთდროულად არ მოყიდით. Kim daha iyi? შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ვინც უფრო მეც გადაიხდის ჩანაწერს, ის მიიღებს. Siz bizi görürsünüz. თან როგორც კი ჩანაწერს მიიღებთ,
ვერც თქვენ დაგვინახავთ და ვერც ჩვენ. Şimdi çık. ახლა გადი Sekretere telefon. და მდივანს შენი ნომერი დაუტოვე. რა თქმა უნდა. Bu arada ხომართლა. yarın akşama kadar ხვალ საღამომდე დაგელოდებით. თუ მანამდე არ დარეკავთ, kayda o zaman ჩანაწერებს ბატონ ოზნანს მივყიდით. წარმატებები. Gürkan. გირკან, Neredesin? სად ხარ? Yok hiç park et. არა, მანქანა არ მინდა. Aşağı birini. ქვემოთ ერთი კაცი ჩამოდის, შავგრემანი, მოყვითალო პულოვერი აცვია. მას გახევი. Onu takip ediyorsun. ვინ არის, რას წარმოადგენს, რას აკეთებს, სად ცხოვრობს? ყველაფერი გამირკვიე. აბსოლუტურად ყველაფერი. Canan. ჯანან, Avukat. ახლავე ადვოკატ მერც დაურეკე. თუ საჭირო გახდება, შეტყობინება გაუგზავნე. პროცესეც რომ იყოს, გამოვიდეს, მნიშვნელოვანია. ჭირდება მეთქი, ჭირდება. რას ნიშნავს მჭირდება? შვილო, ჯერის კაცი ხელიდან ძლივს გამოგლიჯე. ახლა კი მეუბნები რომ 100,000 ლირა გინდა. თან ისე რომ მიზეს არც კი მიხსნი. ჯერ მითხარი რა ხდება? მამა, ახსნა რომ შემეძლოს გეპისები აგიხსნიდი. გთხოვ, ფული მომეცი, გთხოვ. არ მკითხო, ისე მომეცი, გთხოვ. ყველაფერს მოვაგვარებ და მოგიყვები, გბირდები. Mafya. მაფიოზია? O zaman მაშინ არ მოგცემ. sana para ფულს არ მოგცემ. 5 kuruş. 5 ქურუშსაც კი არ მოგცემ. ჯერ მომიყევი რა ხდება? გასაგებია? უნდა გავიგო რა მოხდა ოზნან. მოდი აქ. ოზან. მოდი აქ. Ya gel de bile წამოდი რა ტუალეტში გავიდეთ, თავი მოვიწესრიგოთ. რას გავართ? saçın başın sırası değil. Gelir şimdi biraz. ახლა თავის მოწესრიგების დროა. Sen gelsin nefes al. ის ქალი მალე მოვა. უფლება რომ მისცეს უთქვასაც აგიკრძალავს. მის მოსვლამდე დაბრუნდებით. რა უბედურებაა? მუშები ვარ თუ მონები? Atmak üzereyim Selda ya. ცოტაც და გავგიჟდები სელდა. ერთი წუთით ვერ დაგტოვებთ კაცი. მაშინვე ლაქ-ლაქს იწყებთ. ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი იმუშავეთ. აქაურობა, მამა თქვენის სახლი ხომ არ გონიათ? oğlum herif როგორ უცემი ხარ? მაგრა ძმაო. ალბათ მოკრივია. Yarma gibi. ცოტა ზაშუაზე გამგლეჭდა. ჰაკაცაც კი ძალიან უნდოდა, მაგრამ მაგარი ბიჭის როლი ითამაშა. თანშუშებიანი კაბინეტი იყო, თანამშრომლების დასანახად როგორ დამესხმებოდა თავს. hiç ilgilenmiyorum ayakları çekti filan. ალბათ უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა თვალები ბრაზისგან უელავდა. Para verecekti. Adam bir ხომ ამბობდი ორივე ფულს მოგცემსო, ის კაცი დაჭერი და მიმუქრა. Salar mıydı? babası ბიჭო, ჩემი დაჭერა რომ დომოდა, იქიდან გამომიშვებდა. მამამისი რომ არ მოსულიყო, მეც ვერ დავუსხლდებოდი ხელიდან. შენი ბრალია, ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რბილი ხასიათი გაქვს. აი ჩემი ოზნანსაც უთხრათო. აი შენი ოზნანი. bu kayıt kurtuluşuymuş. ძმაო, კაცი ყვიროდა. Siz bilmiyorsunuz. ცხოვრება დამინგრიეთო. ამ ჩანაწერს უნდა გადაერჩინა. Demek tatlıydı belki. არიცით, Yazık. რას აკეთებთ? მკვლელებს ეხმარებითო. Katil mi lan? საცოდავი, ბიჭო, ეს კაცი მართლა მკვლელი ხომ არ არის? Ayrıca bu kayıt მკვლელი რომ ყოფილიყო, ვის გამოუშვებდა. თან ამ ჩანაწერში მასზე არაფერი არ იყო. თუ ასე უნდა და მოეცა ფული. მაგას რომ ეგ ფული ქონოდა, მოგცემდა და ჩანაწერს აიღებდა. აკიფ, başlama. თავიდან არ დაიწყო. Oğlum biz bu ეს საქმე იმისთვის გავაკეთეთ, რომ ასე უცებ ხელი ჩავიქნიოთ. ისე გტკივა. შვილო, ყვილად უნდა გადაიხადო უამრავი ფული ცვირიანი საავადმყოფოა ძალიან. მამა, მთავარი ექიმი ბატონი ჰაკანის მეგობარია. ფასდაკლებას გაგვიკეთებს. შენ ამაზე არი დარდო. მთავარია კარგად იყო. ბატონო იუსუფ, მე ვარ შვილო. გთხოვთ რენტგენის გადასაღებად წამომყევით. Umutcuğum, უმუთ,
უმუდ. უმუდ, რა ხდება? რა მოხდა საყვარელო? მამა შენს რამე სჭირს? არა. აბა? მელისი დავინახე. ქალბატონ ემელთან ერთად. მუცელი საკმაოდ გაზრდია. მოიცადე. მეს როგორ? ორსულადაა? ბავშვი არ მოუშორებია? კარგია რომ ასე მოხდა. მეც არ მინდოდა რომ ბავშვს რამე დამართ,ნოდა. მას არაფერი დაუშავებია. ჰალე, ჩვენ ეს დანაკლისი ერთად უნდა გადაგვეტანა. ან ერთად ან ცალ-ცალკე. ასე თქვა. შენგან სულ ერთია. ან შენგან მეყოლება ბავშვი ან არავისგანო, მაგრამ ღმერთო, რას ვამბობ? ღმერთო. მისი ტყუილები ისევ გულს რატომ მტკენს? ღმერთო, რა დავაშავე? პატარა ხელები. ყველაფერი რიგზია, აქტიური გოგონა გეყოლებათ. წინა თვესთან შედარებით გაზრდილია, მაღალი გოგონა იქნება. მამამისივით. ანალიზის პასუხები მზად არის ბატონო რაშიდ. დღის განმავლობაში იქნება და შეგატყობინებთ. წესები იგივეა, ბევრი წყალი, ბევრი სეირნობა, მარილი არა. გასაგებია, ყველაფერს ვაკეთებ. აქედან რომ გავალთ ერთად გავისეირნოთ. ძალიან კარგი ამინდია. ჩვენს გოგოსაც ეს იამოვნება. რა სიტყვი, კარგი. მადლობთ. მადლობ, ნახვამდის. 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 აკიფთან ერთად მეორეც იყო, ერთად გააკეთეს ჩემი ტელეფონი. ო, ფუათი, სამწუხაროდ დღეს არც ის არ არის. ორივე დაგვეთხოვა. კარგი, მათი მისამართი მომეცი, ავალ და მე თვითონ დაველაპარაკები. მისამართებს არავის ვეუბნებით. მაშინ მათი ნომერი მომეცი და დაურეკავ. ან რა ვიცი, შენ დაურეკე, იმ ბიჭების ნახვა მინდა. მათ უნდა შევხვდე. რამე პრობლემაა, ბატონო? მე ვერ დაგეხმარებით. ტელეფონი არ ჩაგაბარეს. გამარჯობა. გამარჯობა. კარგად ხარ? შენ? არ მეგონა თუ მოხვიდოდი. მე ადრეც მინდოდა მოსვლა, მაგრამ ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ გამბედაობა არ მეყო. ეს შენი კარგი თვისებაა. გულში არაფერს იტოვებ. იმას ამბობ, რასაც ფიქრობ. ეს კარგია. შენ დამანახე. როგორი ვარ და თუ ჩემს თავზე ვბრაზობ, ეს შენი ბრალი ნამდვილად არ არის. როგორც არ უნდა გავბრაზდე, მე ასეთი ვარ. რა ვქნა? ვერ ვიცვლები. არ შემიძლია. არა, ამას ნუ ამბობ. ჰაკანთან ერთად ერთ საკანში რამდენიმე თვე იყავი, მაგრამ არ გიჩხუბია. არაფერი მოუყოლია? რა? თქვა რომ დაგიცავს. დახმარები ხარ. ეს გითხრა, როგორც ჩანს, ერთმანეთს გაუგეთ. თქვა და ასეც არ ყოფილა. სიმართლე გითხრა, მეც მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ როდესაც აქ მოვიდა, საფრთხეში ჩავაგდე. დავემუქრე კიდეც. ვუთხარი რომ მცველებს შევედრებოდა, სხვა საკანში გადაეყვანათ. ის კი არც განძრეულა. ყურიც არ დამიგდო. მერე? რა? ეს როგორ? ჩვენ რატომ ვერაფერი გავიგეთ? ჰაკანმა დამინახა. მაგრამ არავისთვის არაფერი უთქვამს. დაცვას, ექიმს, ყველას ტყუილი უთხრა. ყველას. და მეც დამიცვა. არ გამყიდა.
Satma. ოზანი მოვიდა. Ozan რაღაცეები მოყვა. bir şeyler anlattı. თავგზა ამირია და Kafam გავგიჟდი. karıştı. Delirdim. თავს ვერ ვაკონტროლებდი. მუზა, Hakan'ın arasında bir ilişki falan yok. უმუცა და ჰაგან შორის არაფერი ხდება. ვიცი, Adamla aylarca იმ კაცთან ერთად საკანში თვეები ვიჯექი. beraber საჭმელს ayakta ერთად yemek ვჯამდით. yedik. Kardeş gibi. დავმეგობრდით კიდეც. Yani biz რამე საიდუმლო რომ მქონოდა, რამის რომ ეშინოდეს, benim yanımda bu kadar ჩემთან ამდენს არ გაბედავდა. olamaz. İşte Ozan ოზანის უაზრო ეჭვიანობისა და ჩემი უაზრო გაბრაზების ბრალია ყველაფერი. ya görüş bitecek şimdi. კარგი, შეხვედრის დრო მალე ამოიწურება. მათზე ნუ ვილაპარაკებთ. შენ როგორ ხარ? Nasılsın? İyi misin? გარეთ რა ხდება? Dışarısın. რასაკეთებ? Neler yapıyorsun? ჩემები როგორ არიან? Bizimkiler. რამე სიკეთე ხომ არ არის? შენები კარგად არიან. Ben de მე კი işte bildiğin როგორც ყოველთვის. işe gidip სახლი, სამსახური. Hatırlıyor musun? გახსოვს კინოში რომ ვიყავით. Sinemada იმ ფილმის მეორე ნაწილი გამოსულა. onu şimdi ikinci. ეხლა აქ რომ არ ვიყო შეიძლება მეორე ნაწილის ანახავად წავსულიყავით. İkincisine de იქიდან კი ნამცხრები საჭმელად წავიდოდით. daha nostaljik pasta. ერთად გავისეირნებდით. dert ettiği ამაზე şeye bak. დარდობ. Daha bir sürü კიდევ film ბევრ gelir. ფილმს გადაიღებენ. Der miyiz yine? ისევ წავალთ. Gideriz tabii. წავალთ. Sen hele ოღონდ ჯერ შენ აქედან გამოდი. შეხვედრა დასრულებულია. bir şey de რამე ხომ არ გჭირდება? Yok. არა, Bu Serap. ესეც საკმარისი იყო. Yine gel. რა გეწიე, დაბერდი ძმაო? ვინ დაბერდა ბიჭო? ძმაო, ცოტათი მაინც არ დაბერდი? არა ბიჭო, არ დავბერებულ ვარ. Paslanmadım. ჯერ ისე მხნედ ვარ. Git kapıya bak. მიდი კარი გააღე. აჩერე. მიდი გააღე. ახლავე მოვალ, არავით არ იწუწუნ, ისევ გავაგრძელებთ, კარგი. რიუსგარ შენ ძმა სახლშია? ხო, სახლშია. Biz de tam çıkıyorduk. გასვლას ვაპირებდით. ჩანაწერი ხელში ჩაიგდე და შენი აზრით ამი დასრულდა? არა, ჰაკან. ჩანაწერი მოკიდა და გაქრა. საწავიდა. შეკვირდა ჩუმად ვიქნებიო? რა ჩანაწერი? რა ხდება? რა ჩანაწერი იქნება რიუსგარ? Ozan abi ოზანმა ისევ არაჩვეულებრივი ზღაპარი შეთხზა, მშვენიერი ამბავია, მაგრამ ayağı sağlam. მისამართი შეგეშალა. Ama yanlış yapmış. ეხლა შებრუნდი და წადი აქედან. Hadi görüşürüz. ნახვამდის. გეფიცები. მოვა დღე და მოგიწევს ყველა საოხსნა შენი საქციელი. ძალიან კარგად თამაშობ. ახლა რასაც გეტყვი? კარგად აიმახსოვრე. ამ საქმიდან ვერ გამოძვრები. გეფიცები. ასე მარტივად ვერ გამოძვრები, გესმის? Bak ayıp oluyor. ძმაო, ოზან სირცხვილია. ხო, რიუსგარ. მართალი ხარ, სირცხვილია, თუ გინდა შენ ზმას თვალებში ჩახედე და ისე კითხე, სამარცხვინოდ ვინ იქცევა. ერთ დროს მართლაც ცდილობდა შენთვის კარგი მაგალითი ყოფილიყო, მაგრამ მე რატომღაც შეიცვალა. ვერთო ჩემო. ძმაო, რა ჩანაწერზე ლაპარაკობს? მე რა ვიცი რა ჩანაწერი. რაღაცას ბოდავს. Tamam. წაშლილია. Dalga mı შენ რა geçiyorsun? დამცინი? Buradan siz... აქედან რომ წაშალე როგორ უნდა გენდო? Hakan Bey, ბატონო ჰაკან, biz teknik ჩვენ ტელეფონის ხელოსნები ვიყავით. dık diyorum çünkü ვიყავით მეთქი. ასე იმიტომ ვამბობ რომ kendimi სამსახურიდან წამოვედით.
kötü bir ჩვენ niyetimiz yok. მაფიოზები არ ვართ. Al şunu. ეს გამომართვი. Evinde სახლში დათვალე. arkadaşın შენს მეგობარს აკიფი ქვია. fırının ფიერინის ქუჩაზე 7 ნომერში ცხოვრობს. numarada oturuyorsun. Yaşlı bir anne. მოხუცი დედა ყავს. აკიფს კი ავანტყოფი და Sen Anteplisin. შენ ანტეპიდან ხარ. Antalya'dan gel. აკიფი კი ანტალიიდან ჩამოვიდა. დედა შენის, ბიძა შენის, ყველა შენი ნათესავის მესამართი ვიცი. შენი მამიდის ჩათვლით, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ალბათ მივხვდი, რომ შენი პოვნა არ გამიჭირდება, ასე რომ ჭკვიანად იყავით. Sakın ol. იცოდეთ, არ მეთამაშოთ. Oyun oynamayın. გასაგებია? Sakın. ჩემ გოგოს დაურეკეთ. გთხოვთ, ჩემ შულს დაურეკეთ. ტელეფონი ჯიბეში მაქვს. უმუთი ქვია. ჩემი გოგო მინდა, მას დაურეკეთ. ახლავე ბატონო. ავარიში მოყევი თუ დაეცით. ჩემს გოგოს დაურეკეთ. წინა დღეს თქვენთან ნაჭამა სენდვიჩმა კუჭი მადგინა. ცოტა უფრო ნაკლებად ცხარი არ გაქვთ? დიახ, ხალბატონო, როგორც გნებავთ, ისე მოგიმზადებთ. საყვარელო, მისი ხიბლი სწორედ ეგ სიცხარეა. ჩემო საყვარელო. მერე წუწუნებ კუჭი მტკივაო. ასე არ შეიძლება. ნება მომეცი განებივრებული ბავშვით მოიქცე. მინდოდა სადილის შემდეგ მომეცა, მაგრამ ვერ მოვითმინე. იმ შემთხვევისთვის ბოდიშის ნიშნად. საყვარელო. ჩემი გულის მოსაგებად ასეთი რაღაცეების კეთება არ არის საჭირო. ვიცი. იცი, მაგრამ მაინც იმავეს აკეთებ. რა გიფ? თავს უხერხულად გრძნობ. ჩემთვის ღვთის საჭუქარი ხარ. სინამდვილეში ასე მგონია, რომ გიყენებ. მაღაზიის გახსნაზე, იმიტომ დაგთანხმდი, რომ უბრალოდ მინდა ხშირად გნახო. ამაზე პასუხი ჯერ არ მომითხოვია. საყვარელო, შენ გონია მე არ ვიცი როგორი გული გაქვს. შენ არ მასწავლე ისე ცხოვრება, როგორც გულს უხარია. ხო, ახლა ამაზე უარს ნოიტყვი. ჩემს ცხოვრებაში რომ არ გამოჩენილიყავი, ვერც კი შევამჩნევდი, ისე გავატარებდი მოსაწყენწუთებს. რუტინულ, უაზრო ცხოვრებას აზრი შენ არ შეძინე. ყველა მეუბნება გაახალგაზრდავდიო და ამის საიდუმლოს მეკითხებიან. არ გახსნი? ეს არაჩვეულებრივი ყელსაბამი ჩემს მშვენიერ ქალბატონს დაამშვენებს. გახსენი. ეს ჩვენი სიყვარულის ნიშნადად არის. Alo. ალო, Alo Umut. ალე უმოდ, გამარჯობა. გამარჯობა. Pardon biraz acil. უკაცრავად შეგიძლიათ ცოტა სწრაფად იაროთ. Hayırdır ne oldu? მშვიდობა არ ახდება? მამა ჩემი საავადმყოფოში დავაწვინეთ. Nesi var? რომელ საავადმყოფოში, რა სჭირს? არ ვიცი, არ უთქვამთ, მეც გზაში ვარ. არ მეკითხავს ყავას დალევდით თუ არა, მაგრამ დაღლილობას მოუხდება. კარგად მოგწეულ ხარ, გიულ, გმადლობთ. წერილებიც მოგიტანეთ. კარგი. რა გიფისთვისა? ღმერთო ჩემო. თვალს დამაკლ და ვეღარ ვხედავ. ვნახოთ.
ბატონო აფით, ემელ ქორქმაზი ვარ. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით ქალბატონო? დიდი მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? გმადლობთ, კარგად ვარ. იმედია, ყელსაბაფთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გაქვთ. არა, პირიქით, ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა. ჩამკეთს აქვს პატარა პრობლემა და მძღოლს რომ გამოვატანო, შეაკეთებთ? რა თქმა უნდა, ქალბატონო, როცა გენებოთ. დიდი მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის. Çok teşekkür ederim. Çok ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ყურადღებიანი ხარ. ლამაზი არა? შენი სილამაზე მისას ჩრდილავს, მაგრამ ცუდი არ არის. çok incesin. ვერთო როგორ მანებივრებ. Her zamanki gibi. Ben მე ტუალეტში გავალ. Hem bakacağım. შენი ლაპარაკე, თან ვნახავ, როგორ გამოიყურება ჩემი ღელსაბამი. კარგი. Efendim hemen. ისმენ ემელ. Toplantıda შეხვედრაზე ვარ. önemli bir şey var. როგორც კი დასრულდება, მაშინვე დაგირეკავ. კარგი საყვარელო, კარგი. როცა გეცლება დამირეკე. Tamam. კარგი. ქორქმაზ ტექსტილი გისმენთ. დემეთ, ემელ ქორქმაზი ვარ ძვირფასო. გამარჯობა ქალბატონო ემელ, როგორ ბრძანდებით? ძალიან დიდი მადლობა, შენ როგორ ხარ? რა გიფს ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი გათიშული აქვს. ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, რომ ტელეფონი გამორთო. არა, ქალბატონო, გასულია. საჭმელად გავიდა, რამე გადავცე? არა, თვითონ დაუკავშირდები. შენ არ შეწუხდე, დიდი მადლობა. კარგად. მამა, შვილო, რა დაგემართა მამა? Merak ettim geç. გამოჯამრთელებას გისურვებთ. რა მოვიდა? არ ვიცი, ახლა მოვედი. Sağ ol. მადლობთ. Hay Allah. ვერთო, Kızım შვილო, kim haber? შენ ვინ შეგატყობინა? Ortalığı ხალხი ტყუილად შეაშფოთე და ფეხზე დააყენე. ბოდის გიხდით. თქვენ შეგაწუხეთ. kusura bakma. მაპატიეთ. Sizi de ძალიან endişelendirmiş. ხოთ. Yok არ საჭირო არ არის. benim işim yok. არაფერი მიჯერს. Baktılar. გამსიჯეს და კარგად ვარ. Ne demek yok bir მამა, რას ნიშნავს არაფერი მჭირს? ადრეც ასე თქვი. Geçen de ადრეც Ya bir gün eve geldim. ხო, სახლში მოვედი და საშინაო მდგომარეობაში დამხვდა. Baba. ვიღაც ქურდებთან უჩხუბია. მამა, სიმართლე მითხარი, პრობლემები ხომ არ გაქვს? hastane polisi საავადმყოფოში პოლიცია მოვიდა. Yok. არა, პოლიციის შარევა არ არის საჭირო. Karıştırmaya ნამდვილად არ არის. gerek yok ki. olur mu canım? öyle რას saçma ამბობ? şey? ასე როგორ შეიძლება? Falan tutulur yani. ოქმს დაწერენ, გამოიძიებენ. Nerede oldu bu? სად მოხდა ეს შემთხვევა? სად და Hani ჩვენ რომ წავედით, bir yere gitmiştik ya. ლამაზი ადგილი იყო. Çok güzel bir დონერის yer. საჭმელად რომ ვიყავით. Neresiydi o? აი იქ ახლოს. იმ დონერის რესტორანში. ხო, იქ. Orada mutlaka. ალბათ იქ კამერები იქნება დაყენებული, ამ შემთხვევასაც ჩაიწერდა. Kaç kişi? რამდენი კაცი იყო? მე Tam მე ნამდვილად არ ვიცი, რატომ დამარტყეს. Birinin eşkalini verirsin. შეგიძლიათ მათი ამოცნობა. მამა, რა მოგივიდა, მამა? უცებ ამტკივდა. გტკივა? Ben bir hemşireye bakayım. მე ეგ თანს დავუძახებ. კარგი. Yaparlar. ალბათ კიულ გამოყუჩებელს გაუკეთებენ. Kolay gelsin. გამარჯობა. გამარჯობა. 205 პალატაში რომ პაციენტი იწევს, მინდა მასზე რაღაც კითხოთ. ვერ ლაპარაკობს. Olabilir miyim? იჩხობა? Kavga mı etmiş? არა ბატონო, ჩვენ გითხრა რომ კიბიდან ჩამოვარდა. Peki თავის შულთან თვითონ დაგარეკინა თუ თქვენ დარეკეთ? istedi yoksa siz mi aradınız? არა, სანამ მის შულს არ დავურეკეთ, გასინჯვის უფლებაც არ მოგცა. Tamam. Teşekkürler. კარგი, გმადლობთ. არაფრის. Ne oldu? რა მოხდა, რა თქვეს?
Yeni yapmışlar. ტკივილ გამაყუჩებელი უკვე გაუკეთებიათ, მოქმედებას მალე დაიწყებსო. Siz daha iyi misiniz? თქვენ უკეთ ხართ? კარგად ვარ, თითქოს ცოტა გამიარა. Lütfen sen bak telefon. შენ ტელეფონს უპასუხე, მე აქ ვიქნები, არ ინერვიულო. თან სუფთა ჰაერზეც გაივლი. კარგი. Baba hemen geliyorum. მამა, ახლავე დავბრუნდები. Neresiydi aile? სატკიო და Burası mı? აქ Bana bak. მომისმინე. Çok vaktimiz. დიდი დრო არ გვაქვს. Kızını anlattın. სიმართლე მომიყევით, უარ გინდა უარესღეში ჩავარდე. რას ხლართავ, მითხარი, Neler çeviriyor? რა ხდება? Ne hikayesi? რას უნდა ხლართავდე? შენ რა გაგიჟდი? Ya adam gibi ან კაცურად ილაპარაკე, ya da senin ან ძალით აგალაპარაკებ, გასაგებია? o kızı უფლებას არ მოგცემ იმ გოგოს გული ადგინო. zaten bir tane. ერთმა უკვე საკმაოდ ატანჯა. ახლავე მომიყევი, რას ხლართავ? ახლავე. Anlat. საქმე სერიოზულადაა და ეს შენც იცი. სერიალის გადაღება მალე დასრულდება. რადგან იმ კომპანიიდან არ წამოხვედი, რეკლამის გადაღებაზე შეთანხმება გაუქმებულია. ჰაკანს და ქანს ცუდი ურთიერთობა აქვთ. ის ხალხი ჰაკანს არ ენდობა. ქალბატონო სუდე, კარგად იცით. ახლახანს გამოვიდა ციხიდან, რთულ დღეებში ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. კარგი, ჰაკანი უკვე თავისუფალია. ახლა დაველოდოთ, ვითარება როდის დაალაგდება. მერე ისევ მივიღებთ შემოთავაზებებს. ხასიათს ნუ გავიფუჭებთ, მაგრამ შენ მისგან თავი ცოტა შორს დაიჭირე. ქალბატონო სუდე, შეიძლება მერე ვილაპარაკოთ. ახლა რაღაც საქმე მაქვს. კარგი საყვარელო, ნახვამდის. Bundan sonra ამის მერე არ დავინახო, რომ რამე პრობლემა შექმნა. kızın yüreğini bir daha არ მოგცემ უფლებას ამ გოგოს გული კიდევ ერთხელ ატკინო, გასაგებია? გასაგებია. burada yapamam. ეტყვი, რომ აქ ვერაფერს აკეთებ და იქ დაბრუნდები საიდანაც მოხვედი. O kızın etrafı. მასთან ფულის გამო აღარ დარჩები. Ben sana ფულს მე გამოგიგზავნი. kızın sana შენმა შვილმა ნამდვილი ცხოვრება დაგანახა. ulan ის შენი შვილია, შენი სისხლი და ხორცი. Kanın can. რა საჭირო იყო ფულისთვის თავი ასე დღეში ჩაგეკდო? çalmaya ne gerek vardı? რომ გეთხოვა, ისედაც მოგცემდა. Sevdiğin yollardı zaten. მაგნაძირალას ნუ დაუჯერებ. მას მხოლოდ ფული აინტერესებს. იქნებ მამაც შეიცვალა. არა შვილო. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მამა შენი თავის ნამდვილ სახეს არ აჩენს. რაც შენ მითხარი, იმის ნახევარის მაინც რომ ჯეროდეს. მასაც ამოუდგებოდი მხარში, მაგრამ Ben de sana ახლა შეთან ვაპირებდი გამოსვლას, ხომ კარგად ხარ? Lavaboya gitmiş. ტუალეტში ვიყავი. Siz ne yaptınız? თქვენ რა ქენით? არაფერი. biraz laf. მე და მამა შენმა ცოტა ვილაპარაკეთ. Asude Hanım aradı. ქალბატონო სუდემ დარეკა. გადაღებები დილით დაუნიშნავთ. Burada kalmak აქ მინდოდა istiyordum ama დარჩენა, მაგრამ ვეღარ დარჩები მამა. რა თქმა უნდა, შვილო, შეგიძლია წახვიდე. Ben konuştum. ეგთანს ველაპარაკე, მამა შენი უკეთაა. Babanın durumu gayet iyi. ხვალ დილით გაწერე. თუ გინდა ჩემს ზღოლს ავაყვანინებ. Hem
istersen. მოვა და წაიყვანს. Teşekkür ederim. მადლობა. Hadi evine bırak. წამოდი, სახლში მე წაგიყვან. Çok iyi oldu. კარგი იქნება. Aklımın ასე არ ვინერვიულებ. დედა, აქ სადღაც ტკივილგამაყუჩებელი იყო, სად არის? შვილო, Geldiğini შენი მოსვლაც კი ვერ გავიგე, რა მოხდა? თავი გტკივა? ne oldu? Başın mı ağrıyor? ხო. აი გამომართვი. Ne oldu ya? უმუდ რა მოხდა შვილო? Ne oldu kuzum? რა მოხდა საყვარელო? Bir şey mi oldu? მითხარი, Baban mı bir şey yaptı? მამა შენ მარამე ჩაედინა? მას მამა არ უწოდო. მე მამა არ მყავს. სულელი ვარ, სულელი. რამდენჯერ გამაფრთხილე. მე კი არ დაგიჯერე. წავედი და მას დავუჯერე. არ გინდა შვილო, არა. Yapma kuzum. საყვარელო. Sen aptal შენ falan. სულელი არ ხარ. Olur mu öyle ამას şey? როგორ ამბობ? O seni ის anlamadı. კაცია ისეთი, უგულო. Ne yaptı ის sana? ვერ გაიგებს. Ne yaptı? მითხარი, რა დააშავა? მითხარი, ახლავე მითხარი. Hayır anne. არა დედა, შენ არ ჩაერიო, ძალიან გთხოვ. Sen karışma. ძალიან კარგად ვიცი, როგორც უნდა მოვექცე. Of nerede kaldın? აღარასდროს დამთავრდება. ფეხები დამისივდა, წელიც მტკივა. მე კიდევ ძალიან მშია. ნეტავ დედა ზელიხამ ქოფთე მოამზადა, ძალიან მონატრება. გოგოებო, გეგმა ბოლომდე არ არის შესრულებული. არავინ არსად არ წავა და მუშაობას გააგრძელებთ. Sen yap ben tuvalete gidiyorum. მიდი შენ გააგრძელე, მე ტუალეტში წავალ. მითხარი, აქ უნდა დავიხოცოთ? რობოტები ვართ? პურის ფულია შვილო, რა ვქნათ? სამაგიეროდ დამატებითი საათისთვის ფულს გვაძლევენ. რამდენს? 5 ლირას. მათხოვრები ვართ? Sadaka gibi. Hayatım საყვარელო საღამოშვიდობისა. როგორც ჩანს შეხვედრამ კარგად ჩაიარა. კი, კარგად ჩაიარა, როგორც ყოველთვის. სასურველი შედეგი გამოიღო. ნამდვილად. დამოვისყლა შენთვის მეთქვა. unuttum. Benim იცი მე არ მშია, შეხვედრაზე ვივახშმეთ კიდეც. იმედია არ დამელოდე. არა, არ დაგელოდე. კომპანიაში დავრეკე და გავიგე. şirkete კომპანიაში biz senin. ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ. Aramam გითხარი თუ სასრაფოა დაგირეკავ მეთქი, შენ კი უარი მითხარი. ასე არ იყო? და კომპანიაში დარეკვა შენთვის როდიდან გახდა პრობლემა? არა, ასე არ არის. 12000 ლირიანი ყელსაბამი საუკეთესო თანამშრომელს წასახალისებლად და შთაბეჭდილების მოსახდენად აჩუქე? რა გიფ? verdin öyle değil mi Ragıp? Sen ne zaman ჩემს წერილებს როდიდან ხსნი ემელ? Müşterilerime didikler oldun? ჩემი მეგონა და იმიტომ გავხსენი. და კიდევ კარგი, რომ გავხსენი. Sorun bu. თურმე? არც უნდა გამეხსნა არა, რა გიფ? Sana al. შენთვის ვიყიდე. ხო, შენთვის ვიყიდე. მინდოდა სურპრიზი გამეკეთებინა. კომპანიის სეიფში შევინახე. სიმართლე გაიგე. ახლა რა მოხდა? ყველაფერი გააფუჭე. მაყოფილი ხარ? კმაყოფილი ხარ? Günaydın. დილომშვიდობისა. ჰაკან, Yönetmenle bir რეჟისორთან შეხვედრა მაქვს. გადაღებაზე მივდივარ. მინდოდა შენ სამეყვანე. Gerek yok. არა, არ იყო საჭირო. ძერფასო, İyi misin sen? შენ ხომ კარგად ხარ? კი, კარგად ვარ.
წავედით. Abi benim içim rahat değil. ძმა მშვიდად ვერ ვარ. Bu parayı pis. ამ ნაძირალამ ეს ფული ცუდი საქმის მისაჭმალად მოგცა. სულელო, რა თქმა უნდა, ცუდი საქმის დასამალად მოგცა, აბა რატომ უნდა მოეცა? ძმაო, ჩანაწერს შენც მოусმინე. ოზანი კარგი ადამიანი ჩანს. ცუდად ვექცევით, არ გვაქვს ამის უფლება. ამას ახლა მიხვდი? ფული ავიღეთ, ჩანაწერი ჰაკანს მივეცით. აქედან გადაკარგვას ვაპირებთ. რის გაკეთება ვსტილობ, რა გინდა? ჩანაწერი ოზნას საკუთრებაა. ბიჭო, იმ ნაძირალამ მთელი ჩვენი საგვარეულო შესახებ იცის. გონია მშვიდად ყოფნის უფლებას მოგცემს. ამ კაცის საქმეს ჯერ კიდევ იძიებენ. ჩვენს ოჯახს თუ რამეს დაგვიშავებს, ვეტყვით, რომ ჩანაწერს პოლიციაში წარვადგენ და მასზე საჩივარს შევიტანთ. ჩემი აზრით ვერ გაბედავს. თან ამ ერთი ჩანაწერის გამო კაცის საქმეს გაიფუჭებს. Lan o gün იმ öyle დღეს ისე დამამცირა, რომ მარტო ამიტომ გიჭარ მხარს. sırf gıcıklığına var. მივცეთ ეს ჩანაწერი. Varım anasını satayım. Mivcet. Ya herru ya merru. კარგი მეგობარო. ხო, მაგრამ ამის ნებას არ მოგცემ. წადი ჩვენი ცხოვრებიდან. თქვენი ცხოვრებიდან? Biz bugün დღეს გარეთ არ გვექნება გადაღება, სახლის სცენებს evde ვიღებთ. çekimimiz var. Biliyorum. ვიცი, Hayat bana bu ცხოვრება იმდენ მინიშნებას მაძლევს, დროა გამბედაობა მოვიკრიბო. artık cesaret var. ნამდვილად ამის დროა. Şimdi nereden çıktı bu? ალბათ ფიქრობ ახლა ამას რატომ მეუბნებო? შეიძლება ნაჩქარევიც მოგეჩვენოს, მაგრამ Bu geçirdiğim როგორც გითხარი, ამ სამმა თვემ მასწავლა, რომ არაფრის გადადება არ ღირს. olmadığını gösterdi. Yine de çok, მაინც ბევრი ვეცადე, çok uğraştım. ბევრი ვიწვალე. Yoksa თავს ვარწმუნებდი, რომ seni ეს içimden არ შეიძლებოდა. çıkartmaya çok çalıştım. Evliliğiniz ვეცადე boyunca გულიდან sen ამომეგლიჯე, için სანამ მასზე იყავი გათხოვილი. ყველაფერი გავაკეთე, რომ შენგან შორს ყოფილიყავი. ayrılın. ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. მე ერთი წუთით მოიცადე. Ver bitireyim. Hayatım თხოვნება მომეცი დავასრულო. aile, უბრალოდ მინდა შენთან გულახდილი ვიყო. kardeşim için yapmak zor. მინდა ცხოვრებაში პირველად გავაკეთო ის, რაც გულით მსურს Akıl ne? და რა ის, რაც კანონითაა დაგეგმილი. Aşk. უმოდ, Hep zayıflara ისე ვერ mahsus. მოვიქცევი თითქოს ჩემთვის შენი მეგობრობა, Onları ან უпроსობა საკმარისი იყოს. en büyük უფლება sözü მომეცი sana შენთან vereceğiz. ვიყო. Biliyorum. შენი ტკივილი გავიზიარო. Hala Ozan'ın açtığı ვინ yaralar იცის, var. იქნებ შენს გულში ჩემთვისაც მოიძებნოს ადგილი. Yorgunsun. ძალიან გთხოვ უმოდ. Zamanı ამის იმედს ნუ წამართმევ. გთხოვ, იფიქრი Sen ამაზე. kendini toparlayana kadar hiçbir şey beklemeyeceğim. ოღონდ შანსი მომეცი. Sadece açık olmak istiyorum. უფლება მომეცი შენთან ვიყო. Belki de hayatımda ilk defa yapmak ყველაფერს zorunda გავაკეთებ olduğum იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ. İçimden gelen şey yapmak istiyorum. Umut, უმოდ, ben artık senin sadece arkadaşın. იმედს ნუ წამართმევ, გთხოვ. Olmak bana yetiyormuş gibi davranamam. საჭირო არ არის ეხლა ვიმიპასუხო. იფიქრე. İzin ver yükünü paylaşayım. Kim bilir? მთელი სამი თვე ამაზე ვფიქრობდი. Belki de zaman bana senin kalbinde bir Xolo yer çenze bulma fikrimdi. fırsatı verir. Ben bu belkiye ხოლო hayatımı ჩენზე. koyarım. Bak istersen belki önemli. უპასუხე. Affedersin. შეიძლება რამე მნიშვნელოვანია. უკაცრავად. Dinledin mi? მოусმინე? Mutlaka dinle. აუცილებლად მოусმინე. ამჯერად ნამდვილად გამიგებ.